ირანში გრიგოლ ვაშაძის ვიზიტის შემდეგ ირანულმა პრესამ საგანგებო სტატია მოამზადა. Tehran Times-ი წერს, რომ 2007 წელს დაკავებული ირანის მოქალაქის ამერიკის შეერთებული შტატებისთვის გადაცემის გამო ოფიციალური თბილისი ვაშაძის სახელით ირანს ბოდიშს უხდის და მიზეზად მაშინდელ პოლიტიკურ ვითარებას ასახელებს. მობოდიშება წარსულის გამო ირანული მედიისთვის მთავარი და ერთადერთი თემა არ ყოფილა. გამოცემის თანახმად პირველმა დიპლომატმა საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ ირანმა, რომელსაც ხელი აქვს მოწერილი ბირთვული იარაღის გავრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებაზე, ბირთვული ენერგია სამოქალაქო მიზნებით უნდა გამოიყენოს. იქვეა ნახსენები ავღანეთის თემა. ქართული ინტერნეტ მედია ირანულზე დაყრდნობით ავრცელებს ვაშაძის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ კრიზისის სამხედრო გზით გადაწყვეტა შეუძლებელია. ეს ექსპერტის პირველი რეაქცია. თორნიკე შარაშენიძე არ არის დარწმუნებული, რამდენად უტყუარია ირანული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ის განმარტება სწორედ ვაშაძისგან ელოდება. მეგონი განმარტება გარკვეული უნდა გააკეთოს ამას დაკავშირებით, რადგანაც საქართველოს ამერიკის სტრატეგიული მოკავშირეა და ესეთი განცხადება ალბათ რაღაც კითხვებს გააჩენს. სამხედრო ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი ფიქრობს, რომ შესაძლოა ირანსა და საქართველოს შორის მნიშვნელოვანი სტრატეგიული ხელშეკრულება გაფორმდა, რის გამოც საქართველო მზად არის ირანის სასარგებლოდ განცხადებები გააკეთოს. თუმცა სესიაშვილი არ გამორიცხავს, რომ ამით საქართველომ შესაძლოა მისი ყველაზე დიდი მეგობარი შეერთებული შტატები გაანაწყენოს. ირანის როგორც რეგიონალური ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფოს წინ წამოწევა თავისთავად ნიშნავს, რომ საქართველო გარკვეულ კარტ-ბლანშს უკეთებს ირანს, რაც ალბათ შეერთებულ შტატებს არ უნდა მოეწონოს. სავარაუდოდ ჩვენმა საგარეო უწყობის პირველმა პირმა მიაღწია ალბათ ისეთ შეთანხმებას, რომლისთვისაც ჩვენ მზადა ვართ ირანს გარკვეული კარტ-ბლანშების გავუკეთოთ. თავად საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ინფორმაციას ირანული გამოცემის საპასუხოდ საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ დაკავებული ირანელის გამო პირველ დიპლომატს ბოდიში არ მოუხდია. შეხვედრებზე არ უხსენებია არც ავღანეთის თემა. რაც შეეხება ბირთვულ პროგრამას, ვაშაძეს თეირანში უთქვამს, რომ ირანის ისლამურ რესპუბლიკას როგორც ბირთვული იარაღის გავრცელებლობის ხელშეკრულების წევრ ქვეყანას აქვს როგორც ვალდებულებები, ასევე კანონიერი უფლება განავითაროს მშვიდობიანი ბირთვული ტექნოლოგიები.